ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ჯგუფში არის თუ როგორ გადავიტანოთ Binance-დან Bitnet-ზე თანხა. მოტივაცია მრავალნაირი არსებობს, შეიძლება ვიღაცას ფული ბირჟის მეშვეობით გადასცა, ან რა ვიცი ვიღაცა მივაჭრა და სჭირდება დავუშვათ ლარში გაკეშება. როგორც ვთქვით, Binance არ აქვს გაკეშების საშუალება, ანუ კრიპტოს პირდაპირ დახარჯვა შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე და ჩემი აზრით Bitnet-ი ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ეს ორი ბირჟა ერთმანეთს დაუკავშიროთ. თუნდაც დავუშვათ Binance-ი გამოვიყენოთ ვაჭრობისთვის, ფიუჩერზები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხოლო Bitnet-ი გამოვიყენეთ როგორც უფრო საინვესტიციო პლატფორმა. მოკლედ, გაჩვენებთ ახლა უმარტივეს ხერხს თუ როგორ გადმოვიტანოთ ესა თუ ის აქტივი Binance-დან Bitnet-ზე. ამჯერად ჩვენ გადმოვიტანთ ძალიან მარტივ ერთეულს, ეს იქნება USDT, ოღონდ უფრო ორიგინალურ chain-ზე, ვიდრე, რა ვიცი, Ethereum-ზე, Tron-ზე, ან Arbitrum-ზე, ჩვენ გამოვიყენებთ Plasma-ს და Plasma-ს chain-ი, როგორც იცით, ახლახანს გახდა შესაძლებელი მის გამოყენება Bitnet-ზეც კი. დავიწყეთ. აგერ ჩვენი Binance-ის ანგარიში, რომელზეც აი ახლა შევიდეთ dashboard-ზე, გვექნება ასახული $100 USDT და დავუშვათ ვიღაცამ გადმოგვირიცხა, ხო? ან ვივაჭრეთ და ასე შემდეგ და მე მინდა ახლა ეს USDT გავაკეშო და მივიღო ლარი პირობითად. ამისთვის რას ვაკეთებ? თუ არ მაქვს Bitnet-ის ანგარიში შემიძლია გავხსნა კრიპტობაზრის რეფერალით, ან მე თვითონ მოვიძიო ეს რეფერალი პირდაპირ ნებისმიერი ის რო ავიღოთ, შევიდეთ კრიპტობაზრის page-ზე და თუნდაც აი გადაცემის ლინკში აგერ დარეგისტრირებით Bitnet-ზე კრიპტობაზრის რეფერალური ლინკით. მე უკვე შესული ვარ, მოკლედ იმ ლინკით შეგეძლებათ დარეგისტრირება. მოკლედ QR კოდიც გამოჩნდება და ამ QR კოდზე თუ რამეა შეგიძლიათ პირდაპირ იქიდან დარეგისტრირეთ, ვისაც არ აქვთ. პირობითად მე ეს USDT მაქვს აგერ და მინდა გავიტანო ქართულ ბირჟაზე. როგორ ხდება ეს ყველაფერი? შემიძლია ესე იგი აგერ assets overview ახლა აგერ assets USDT რაღაც $100 არის spot-ზე და ჩვენ გვაქვს ეს ხილაკი withdraw აგერ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ გვაქვს USDT აგერ მოვიძიეთ, აგერ ჩანს კიდევაც ბალანსი და ჩვენ უნდა withdraw გავაკეთოთ, ანუ გავიტანოთ blockchain-ზე, ხო? იმ blockchain-ზე, რომელზედაც მე მივიღებთ Bitnet-ზე. ამისთვის ახლა აქ ჩვენ შეგვიძლია ამოვირჩიოთ ქსელი, ანუ ვირჩევთ ჯერ coins, შემდეგ ვირჩევთ ქსელს. მე ამ შემთხვევაში მინდა დავსვა Plasma-ს blockchain-ზე USDT Bitnet-ზე. რატომ? იმიტომ რომ მინდა რომ რაღაც ახალი ისწავლოთ. ანუ კლასიკურ Ethereum-ს, Tron-ს და Arbitrum-ს ვარჩიე რომ გავიტანო USDT Plasma-ზე. იმიტომ რომ სხვა მოსაწყენია. პლუს კიდევ რატომ Plasma არის stable coin-ების blockchain-ი,
რომელიც არის layer 1 და შექმნილია სტაბილური coin-ებისთვის და ძალიან დიდი და ჩემთვის საინტერესო მომავალი ელის და ჩემი აზრით უნდა მივეჩვიოთ მის გამოყენებას პლუს იმიტომ რომ ძალიან იაფია ამ ქსელის გამოყენება და საკომისიოები არის საკმაოდ დაბალი. მოკლედ გადავდივართ ბიტნეტზე და ვაძლევთ ვაჭერთ მიღების ღილაკს. აი ეგერ ბალანსის შევსება, აი ეგერ შეგვიძლია დავაჭიროთ ბალანსის შევსება. როგორ ვავსებთ ბალანსს? რა თქმა უნდა კრიპტოთი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გადმოვიტანოთ USDT, ხო? ანუ აქ ვაკეთებთ withdraws, გატანას და აქ ვაკეთებ შეტანას. Tether და ნახეთ რამდენი რამდენ ქსელზე შესაძლოა გატანა, ესე იგი რამხელა არჩევანია. Toni, Solana, Polygon, Plasma, Optimism, Ethereum, Binance, Avalanche, Arbitrum, მოკლედ ბიტნეტზე მართლა დიდი არჩევანია USDT-ის შეტანის. ვირჩევთ Plasma-ს. აი აგერ 1 წუთი დაჭირდება ამ პროცესს და ეს არის საფულეს მისამართი. კოპირება. გადმოვდივართ Binance-ზე. ვაძლევთ მისამართს, სადაც ადრესია და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებით ვირჩევთ ჩვენს ქსელს. არა BSC-ში, არა Open, Ethereum, აი Plasma. ვაძლევთ მაქსიმუმს და მერე ვაჭერთ withdraw. Continue. აქ მომთხოვს აუთენტიკაციის apps და ახლავე შევიყვან მე მაქვს two factor authentication კოდი მაქვს ერთთვიანი კოდი რომელიც ყოველ წუთში იცვლება და მოდით იმას შევიყვან. მოკლედ ამ თანხის გატანის დროს სამი რაღაცა მომთხოვა, ესე იგი კოდი მომივიდა მეილზე, Google Authenticator-ს კოდი მივეცი და პლუს კიდევ დავენახე კიდევაც და პირი გამაღებინა. წარმოიდგინეთ $100 მაგრამ ეს კარგია იმისთვის რომ ვიღაც თაღლითებმა არ მოგპარონ თქვენი კრიპტო და მოკლედ ძალიან ესეთი სერიოზული KYC და security steps არის მიმატებული. აგერ recipient amount $100 USDT გავიტანე Plasma's networks. Okay. ახლა კი გადავდივარ ბიტნეტზე და შევხედოთ ტრანზაქციებს. აი ბალანსის შევსება. მიღებულია ქსელი Plasma XP. აგერ დამერიცხა სუსტად ის ტესტიც გავაკეთე გატანის და მე მიღების, ანუ ხედავთ რაოდენ ცოტა დამეხარჯა საკომისიო, რაღაც ცენტებზეა საუბარი, 2 ცენტ ნახევარზე. ასე რომ გამოიყენეთ ეს კომბინაცია, ჩემი აზრით ძალიან მარტივია. ახლა რაც შეეხება თანხის გატანაზე, რა თქმა უნდა თქვენ მე უნდა გააკეთოთ კონვერტაცია, აქ ირჩევთ USDT-ს, დავუშვათ $100. აქ ირჩევთ LARS და აკეთებთ კონვერტაციას და შემდგომ, როდესაც დააკონვერტირებთ და გექნებათ ბილარი, ანუ თქვენ ეს USDT გადაიყვანეთ LARS-ში, შემდგომ აკეთებთ შემდეგ ოპერაციას, რომელიც არის გატანა. Შეიძლება გაიტანოთ კრიპტოში, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში იყო ლარი. ვაჭერთ თანხას, ვირჩევთ დავუშვათ LARS. ვეუბნებით, ვაკლიკავთ
ანგარიში იქნება მითითებული, ან ბარათზე უბრალოდ აქ საკომისიო იქნება 1%, ხოლო ანგარიშზე არის 0%. ვაძლევთ ესე იგი ბანკის ანგარიშს და მერე ოკეი და გადის რამოდენიმე წუთში ჩდება თქვენს TBC ან საქართველოს ბანკის ანგარიშზე. სულ ეს იყო ძალიან მარტივად შესაძლებელია ამ ყველა ოპერაციის გაკეთება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.